Country, Georgia! Let's go, man! დაუბრუნდით. მესამე კვირა არ გაგვიწყვეტია. ნოსტალ გიორგი სართანიას, ხვიჩა ქორიძეს. Fight Hop podcast-ის 238 ეპიზოდი მოგესალმებით ყველას. ამჟამად მე რა თქმა უნდა პეკინიდან და ხვიჩა სერბიაში არის. ძალიან მნიშვნელოვანი დავალება აქვს ჩვენი სპორტისთვის, MMA-ისთვის, რა თქმა უნდა საქართველოსთვის და მინდა რომ ჯერ ამით დავიწყოთ, რახან ეხლა ტარდება IMF-ის ევრო ჩემპიონატი. ხვიჩ, როგორ ახარ? როგორ მოგეწონა ბელგრადი? გაუმარჯოს კიო, საუმარჯო ჩვენ მაყურებლებს. აი ნორმალური ევროპული ქვეყანა არის, თუმცა ევროკავშირის ნაწილი არის, ხოლო კანდიდატი არის ევროკავშირის სერბეთი. აქ ტრადიციულად ტარდება მესამე წელი ევროპის ჩემპიონატი. საკმაოდ ნორმალური ადგილია, პრინციპში მე დიდად რო არც მაქვს სადმე გავიარო და ვნახო ბელგრადი, რადგან დღიდან საღამომდე ბრძოლებში ვართ რა, აი დილის 10 საათიდან დაიწყება ბრძოლები, სულ ბრძოლებში ვართ საღამოს პერიოდიდან. Fight Hop is sponsored by Fight Hop. ხვიჩ, მაგრამ მაინტერესებს რა და მინდა გავიგო, ანუ ჩვენი ქართული გუნდი IMF-ის სიტუაცია რა. ანუ ჯერ როგორ მიდის იმ დონემდე რომ აირჩიონ ვინ მიდის ევროპაზე, ანუ ტურნირი არის, რაც საქართველოში ტარდება ჯერ. ანუ როგორ ირჩევენ ვინ მიდიან რა? საუკეთესო ხალხი თავიანთ კატეგორიებში. ჯერ ტარდება საქართველოს ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, ძალიან კონკურენტული შეჯიბრი იყო საქართველოს ჩემპიონატი, რაღაც მომენტებში ახლა მაგალითად ერთი ბიჭი მყავს საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებული. 5 ბრძოლა მოიგო საქართველოს ჩემპიონატზე და ევროპის ჩემპიონატზე 4 ბრძოლა უწევს რა. აგინე გავამდენ ხოლმე უფრო საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ვიდრე ევროპაზე იჩხუბო რა. ალბათ ევროპაზე მოიგო, მაგრამ 70 კილოში იუნიორებში ზდივიჯი ყავდა გივი ბერიძე, მაგას 70-ში აი ძალიან სუპერ დომინანტური კონკრეტული წონა იყო, რადგან ბანკზონაში იყო მოქმედი ევროპის ჩემპიონი. ბანკზონაში იყო უკანა 70 ჩემპიონები და აი ძალიან ტოპები იყვნენ და რო თქვა რომ ყველა ბრძოლა ძალიან მაგარი სანახაობრივი იყო და აი მაგერ კონ საქართველოს ატარებს ეროვნული ფედერაცია საქართველოს ატარებს საქართველოს ჩემპიონატს და სხვა შეხვედრებს, სადაც სისახჭეებში შეხვედრებს. სადაც გამარჯვებულები დგებიან ნაკრების სახით და ასპარეზობენ მსოფლიოებზე ევროპის ჩემპიონატებზე და ეს უმაღლეს დონეზე რა. და მე ბიჭებს ვთხარი ზოგადად ისე amateur MMA ქვია მას, მაგრამ ეს amateur არ არის, რადგან ანაზღაურებადი არის და საკმაოდ კარგად ანაზღაურებადია დღეს სამოყვარულო სპორტიც, პროფესიონალებზე არ უნაკლებად შემიძლია ვთქვა რა. ყველაფერი ვაი ძალიან მაგრა არის ამ სპორტში, სამოყვარულო საბრძოლო შერეული საბრძოლო ხელოვნებებში და შესარჩევი ეტაპები ძალიან მაგარი არის რა. ძალიან მაგარი არის. კიდე ყველაზე მნიშვნელოვანია ხო ამ საქართველოს ამ ევროპის ჩემპიონატის კიდე საქართველოს შესარჩევი ეტაპები იქნება, რომ მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ეტარდება, ზაფხულში. და მაგისტვის გძგება ყველაზე მაგარი სახის ნაკრები უნდა დადგეს რა. ბოლო რო იყოს ჩვენთან ეგ მსოფლიო იყო ხო მგონი? დიახ. და შემდეგი ჩვენთან ტარდება? კიდე შემდეგი ჩვენთან ტარდება 3 წლიანი ლიცენზია აქვს მოგოებულ საქართველოს. შენი აზრით რატო აირჩიეს ახლა სერბეთი და რატო აგვირჩიეს ჩვენ, რომ სერბეთმა ჩაატარა ევროპაში რამდენი და ჩვენ მსოფლიოზე? სერბეთს ვიზო მიმოსვლა ბევრ ქვეყნებთან არის, მაგალითად სერბეთი როგორც ევრო შენგენის ზონის ქვეყანა, ხო? მაშინ საუხები ვერ ჩამოვიდოდნენ, აზერბაიჯანელების ვერ ჩამოვიდოდნენ, სხვადასხვა ქვეყნებიც ვერ ჩამოვიდოდნენ, რომელიც არის აი მიმოსვლაში. მაგრამ შენგენის ვიზა არა. ანუ რუსები დაშვებულები არიან? არა, რუსები არ არიან, თქო უნდა დაშვებული, როგორც ყველა განვითარებულ სპორტში და ანუ ჯერ არაფერი არ შეცვლილა. მე მას გულისხმობ არა მარტო სომხებიც არიან, აზერბაიჯანელებიც არიან და
ეს ქვეყნებიც არიან, რომელიც მაგრამ ისეთ სახელებს თუ მაინც ხედულობ ხვიჩ რა, ანუ ჩtildeოეთ კავკასიურ სახელებს მაინც ხედულობ სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხო, ალბათ? ეს შეიძლება იყოს მაგალითად ავსტრიის წარმომადგენელი, რადგან შეჩნილი დიასპორა ავსტრიაში ძალიან დიდი არის და ძალიან განვითარებული აქვს მაგას სპორტს რეალურად მაგით დომინირებენ ახლა მათ და რამოდენიმე კიდე ევროპულ ქვეყანაში რა გინდა ჭიდაობა ავიღოთ მინდა ეს, მაგრამ ისინი არიან ახლა ავსტრიის მოქალაქეები და ავსტრიას წარმომადგენელი რა. და იცი რა მაინტერესებს ხვიჩ? არიან თუ არა ქართველი დროშით გამოსული ჩtildeოეთ კავკასიელები ჩვენთან ახლა მანდაიმეში და საერთოდ ეს არის ჩვენი ეთნიკური დაღესტანი მებრძოლები ბიჭები ასევე სოფლიო ევროპის პრიზიორი ყავს ჩვენ საქართველოს რომელიც არის ეთნიკური დაღესტანი და ქართული სტატუატკეს საქართველოს ანუ პირადად დაღესტანელები გამოდიან საქართველოს სახელით ანუ ეს ეთნიკურად დაღესტანელი არის ბიჭი რა საქართველოს დაბადებული გაზრდილი არის და საქართველოს მოქალაქე არის რადგან გამომდინარე ანუ ქართველი არის და საქართველოს ნაწილი არის და სოფლიო ჩემპიონატი წარდება საქართველოში რადგან საქართველოში კიდე ძალიან მარტივი მოსვლა არის ყველა ქვეყნისთვის იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ ხო ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანა ვარ და უმრავლესობა ქვეყნებისთვის უვიზო მოსვლა გვაქვს და ღია საზღვრები გვაქვს და არანაირი კონფლიქტური სიტუაცია არ გვაქვს რა ვაგონეთთან შედარებით რომ ეს ჩამოვა და ეს როლი ჩამოვა და ჩვენ და შეუძლია არაბებს და ებრაელებს ჩამოვიდნენ, სომხებს და აზერბაიჯანელებს ჩამოვიდნენ. ყველას მიიღებს საქართველო რა. ამიტომ რა თქმა უნდა, თბილისი აირჩიენ, როგორც კიდე აი ძალიან ისეთი წერტილი, რომ მაგალითად სტამბოლამდე ნებისმიერ წერტილიდან შეიძლება გადაფრინდე, ხო? მაგალითად ვთქვათ, ხო და სტამბოლდა კიდე ერთი ფრენა უკვე თბილისში ხარ რა, ანუ ძალიან მარტივი არის რომ მოხდე. ანუ ტერიტორიულად ყოველთვის ვიყავით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი MMA-შიც მგონი ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ. ხვიჩ მაინტერესებს დამფუძნებლები ვინც არიან რა IMF-ის, ანუ სად არის მაგათი ბეისი ბაზა და ნუ ვინ შექმნა ეს რა, უბრალოდ ანუ რომელ ქვეყანაში არის მაგათი IMF შექმნილი არის ინგლისელები შექმნილი ორგანიზაცია, მაგრამ ეს არის საერთაშორისო დონეზე გასული ორგანიზაცია და ეხლა ინგლისს როგორც ასეთი აკუთვნის და მიეკუთვნის აი რეალურად მსოფლიოს მიეკუთვნის რა ვთქვათ რა და ჩვენი ფედერაცია შემოყალიბა გიორგი კაბულაშვილმა და რა ვიცი ძალიან დიდი შრომა გაწია ძალიან დიდი დაფინანსება და აღიარება მიაღწევინა შერეული საბრძოლო ხელოვნების სპორტის სამინისტროსგან, რაც აი ძალიან დიდი შრომას მოითხოვს რა. ძალიან საქმე არის გაკეთებული, რომ წარმოიდგინე ახლა შეიძლება რომ ვთქვათ, ხო, უკრაინის ნაკრები არის ერთ-ერთი პირველი ნაკრები, короче, რა დღესდღეობით. ანუ IMF-ში ხო პირადად. დიახ, ჯგუფური ღებულობა, ყინაღავდა ყველა შეიძლება პირველად ღებულობა რა. და ის იმათ არ აქვს ისეთი კარგი პირობები, როგორც ჩვენ გვაქვს რა. და ფინანსები და პრემიების და ასე შემდეგ რა. ბოლოს ომში არიან დო. დიახ, რა თქმა უნდა, წარმოიდგინე იმათ არც აქვს, ანუ ზოგადად ასეთი იმათ კი არ ასეთი ქვეყანას არ აქვს. ეს ტიპირობები ჩვენ გვაქვს რა, აი და სრული დაფინანსებას რაც შეეხება პირველი ნომრების და აი მაგარი ძალიან მაგარი პრემიები არის რა, რაც შეგვიძლია ვთქვა მომაცად, რომ აი რაღაც ოქტაგონის ლეველის ჰონორარები არის ჩემპიონებისთვის რა და ძალიან ნორმალური თემა პირველი და მეორე და მესამე ნომრებისთვის ძალიან ისეთი არის განვითარებული ნაწილი არის რაღაც პონჩი ვფიქრობ კარიერის დასაწყისში რო ყოფილიყავ შეიძლება იმავში დამეძირა ბოლომდე თავი რადგანაც საკმაოდ მომგებიანი გამოიყურება ახლა კაი მაშინ ახლა უნდა კითხო რა რეალურად რო თქვა ეხა რა პრო MMA-ში წარმატება პრო MMA-ში წარმატებას რო შეადარო IMF-ში წარმატებას, ანუ ხო პრო MMA-ში რო ეხა One-ის ჩემპიონი თუ ხარ, ან Brave-ის ჩემპიონი თუ ხარ, ანუ როგორ გამოდის რომ შენ IMF-ში არ უნდა იყო რახან ეს არის მოყვარულთა და არიან თუ არა პროები, რომლებიც გამოდიან IMF-ში. ნო, გასაგებია გიორგი, ძალიან მაგარი კითხვა არის. რაც აქვს აი ზოგადად გამორჩეული თვისება IMF-ს, ის რომ პროფესიონალური ბრძოლა გინდა თეორიულად შეტარებული, ხო, შენ უკვე არ გაგწდება იასპარეზო აქ. ამიტომ ხო, მონაწილეობის სიმარტივე, რომ მონაწილეობა შედარებით მარტივია და რომ გაიმარჯვო, მაგით შედარებით მარტივი არის ამ შეჯიბრებაზე რა. რადგან შენ როგორც
up and coming მებრძოლი ასე რომ ვთქვათ რა იცი რომ საქართველოს ჩემპიონატზე არ შეხვდება ვიღაცა პროფესიონალური მებრძოლი რომელსაც მაგარი გამოცდილება აქვს და ახალ ბედახარ და არ დაიჩაგებ მაგიდან გამომდინარე რა მაგრამ ახლა თქმა უნდა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე ძალიან გამოცდილი მოყვარული მებრძოლები არიან გინდა ეხა ბექა შაინიძე ავიღოთ ხო 24 მოგება და 3 წაგება აქვს სამოყვარულო რეკორდი ეს არის უაზროდ მაგარი რეკორდი ანუ იუ პროფესიონალია პროფესიონალებს იუენაერად უდგება როგორც თუმცა ერთი პროფესიონალი ბრძოლას არ აქვს შეტანებული რა ისე უდგება ანუ ჯობნის პროფესიონალებს რა თუმცა ეს სპარინგება და მუშაობა და IMF-ის მაღალი დონე ხო უკვე ძალიან მაგარი მებრძოლი ხარ ისიც ძალიან მაგარი მებრძოლი ხარ რა გამოდის ეს პროსტა სხვა განხრა არის და მაგალითად რო ვთქვა ხო აი რაღაც პონჩი ხო რაღაც მაღალი ორგანიზაციის კამარს უნდა დაეუფლო რომ მიაღწიო იმ ჰონორარებს დღესდღეობით ვამბობ კარგი იმ ჰონორარებს მიაღწიო რაც დღეს აქვს ეროვნულ ნაკრებს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობაში ანუ და რო ვთქვა ახლა ხო რეალური არის უფრო ადვილი არის უფრო მარტივია პრიზები და პირველი და მეორე ადგილი მოიგო ამ შეჯიბრებებზე ვიდრე აი რაღაც მაგარი Cage Warriors-ის ან Octagon MMA-ის თამაშს დაეუფლა რა შედარებით ადვილია რა ან სხვა სერიოზულ მნიშვნელოვან ორგანიზაციებს ამიტომ ვამბობ ანუ გულისხმობდი რომ უბრალოდ უფრო ცოტა მარტივი გზა არის რომ რაღაც კარიერულად თავი დაილაგო რა გინდა პრემიები გინდა ხელფასები რაღაცა ძალიან მაგრა აღიარდა საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნები რადგან რა თქმა უნდა ყველა თითოეული ქართველი სპორტსმენის და ასევე ჩინოსანის ნაწილი არის ნამუშევარი აგი რომ დარწმუნებული ვარ ამ აღიარების შემდეგ რა დღეშიც არის ახლა საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებებში ხო გინდა სამოყვარულო გინდა პროფესიონალებში ხო აი ძალიან დიდი პროგრესი იყო მაგას რა იმიტომ რომ ჩართულობა ხო ძალიან დიდი იყო აი როგორ მაგალითს გეტყვი უკვე ახლა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს 1000 მონაწილე საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობდა 600 რაღაც მონაწილე მონაწილეობდა რა წარმოიდგინე 400 ადამიანი და იგივე რაოდენობა იქნებოდა რაც ევროპის ჩემპიონატზე რა ეგ როგორ არის ანუ ოლიმპიადაზე ბევრი ტატამები რო აქვს და ყველა ერთად ერთ დროს რო გამოდის ეგეთი 4 ოქტაგონი არის ეხა 4 და 5 ოქტაგონამდე არის ახლა რა და სამწუთიანებია ხვიჩი თუ 2 არა ახლა უყურე როგორ არის 10 და 12 წლამდე ერთი სამწუთიანი რაუნდი აქვს 12-დან 14-მდე ერთი 4 წუთიანი რაუნდი აქვს და 16-დან 18-მდე უკვე 3 რაუნდი 2 წუთიანი გიც და უკვე დიდებში 3-3-იანი შეშუება რა 3-3-იანი დიახ ანუ დიდებში და ეს რო შევადაროთ რა კრივს იმიტომ რომ ეხა კრივზე ყველა მიცით რა უფრო დიდი ხანი არსებობს კრივი ოლიმპიური კრივი მოყვარული კრივი და რაღაცნაირად გამოდის რომ ეს არის კოპი ხო? კრივის კოპი, amateur კრივი და pro კრივი ხო? ანუ ეგრე გამოდის ხო? просто amateur კრივში ხო მაგალითად ოლიმპიურ კრივში შეიძლება იჩხუბოთ პროფესიონალს შეტარებული. მაგ არის პრობლემა. და ოლიმპიადაში შეიძლება თქვა იჩხუბო რა. და მსოფლიო ჩემპიონატში შეიძლება ესპანეთის პროფესიონალური ბრძოლები. მაგათ აქ პროფესიონალ შეიძლება. კრივში კიდე რა ხდება იცი? არანაირი კრიტიკა კრივის მიმართ, კრივი ძალიან მიყვარს და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სპორტი არის. შესulis სივრცე კრივში, ხო, უფრო დაბალია, საერთოდ შედარებით ძნელია. კრივში მოედო რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კრიტერიუმს მოყოლებული და ძალიან ბევრი სპორტსმენები არის, რომელიც აი წლები ამ კრივში არიან და მისთვის ასპარეზობენ და ზოგადად ანუ ახალი სისხლი ძალიან ძნელი არის, რომ კრივში ნახოთ დღესდღეობით გინდა პოპულარობის დაკარგვის გამო თუ რის გამო არ ვიცი ახლა რა და MMA-ში ხო სამოყვარულო MMA-ში შედარებით fresh blood-ი არის თუმცა სისტემა შეფასებისა და თქმა უნდა კრივისა 10-8 რაუნდების და მაგიდან გამომდინარე ეს ძალიან საინტერესო არის იმიტომ რომ მე არ მახსოვს რა სპორტი რომ ანუ შენახსენე 9 წლიდანო რა და ანუ რამე კიდე არის ეგეთი დონის სპორტი რომ ყველა მიდიოდეს ასაკი წონები და ერთად გამოდიოდნენ რა და რატო არის ეგეთი განსხვავება MMA-ში შენი აზრით
თუ ცდები მე რამეში, რომ ალბათ ეხა კრივშიც არის, ხო 9 წლის ბავშვის კრივი, მაგრამ კი, არა, უყურე. ხო. იო, რაც არის ყველაზე მაგარი ეს, აი მე ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობს, აი ძალიან მაგარ დონეზე თანამშრომლობს. რო თქვა, რომ თანამშრომლობს, ეს ხელჩაკრულები არიან, წარმოიდგინე, იმას მსოფლიო ჩემპიონი ხო გახდა, ან ევროპის ჩემპიონი ხო გახდა. წაიყვანებენ ბეკეშაინს, წაიყვანენ, საზუ დოპინგ ტესტი ჩააბარებდნენ პირველ რიგში. წარმოიდგინე, ამ ხელა მნიშვნელოვანი რაღაც არის. გინდა ახალბე დაიყო, გინდა აი რაღაც ხო, და არასოდეს არ დაიჩაგრები, რადგან თუ ფინალი წააგიჩენ ძალიან მაგარია ხო, ეს დოპინგ ტესტი ჩაუგდებიან და მთელი მისი წარმოგებები წაიშლება, ყველაფერი ხდება. ეს ჯერ ერთი. მეორე ხო 10 წლიდან და 18 წლამდე თავში ხელის დარყმაც არის. რაც ძალიან განაპირობებს ჯანმრთელობას სპორტსმენების. ანუ ისე კი არ არის რომ გატარებული აქვს და უკვე 18 წლის არის და ქაშათა აქვს ტვინი ქცეული რა. просто მთელი პერიოდი მოკლედ რო ვთქვა იმისთვის არის რომ ისწავლოს რაუნდის მოგება და იყოს დომინანტური ბრძოლის განმავლობაში და იმის იმედზე არ იყოს რომ რაღაც ლათუფანს გააკეთებს რაღაც გაარტყამს და იმას ისამს რა ქვია რა ანუ მაგიდან გამომდინარე გაივარჯვებს რა სტილով ისწავლოს მეთოდიკურად გამარჯვებას ძალიან საინტერესო და ძალიან უშუალო სისტემა არის რა 18 წამდე უბრალოდ ბავშვი როგორ შეძლებს მაგას რა 9 წლის ბავშვი მეთოდიკურად გამარჯვებას 10 წლიდან არის ზევით და შეძლებს რა კორპუსში დარტყმები კარატეზე რაღაცებში რო არის ფეხებში დარტყმები რო არის და შრომლებად ჭიდაობენ 10 წლის ბავშვები გრეპინში ჭიდაობენ 10 წლის ბავშვები 10-11 წლის ბავშვები ძალიან მაგრები არიან აქ იქაც 12 წლის ბავშვები ძალიან მაგრები არიან ძალიან მაგრად ჭიდაობენ საინტერესო სანახაობები არიან და წარმომიდგენია 100 წელიწადში სად იქნებიან 22 წლის და 21 წლის რო იქნებიან რა რადგანაც დღესდღეობით cage control-ი აქვს, გადაყვანები აქვს, ყველაზე ხა რაღაც სერიები აქვს, კომბინაციები აქვს, ფეხში გუნში ფეხს უტყავენ რაღაცებს და ანუ საბიშენებს აკეთებენ და super well rounded ბრძოლები ყავს საქართველოს ნაკრებს, სხვადასხვა ნაკრებებს და წარმოვიდგენი აი გავადრო და ანუ დავხედავ და ის ხალხი აი რაღაც სასწავლო დონეზე იქნებიან. იმიდან გამომდინარე რომ აი აბა 10 წლის ასაკიდან ტიპი ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე, მაგალითად ერთი ბიჭი ფინალისტი იყო რა და ფინალი ჩემოსთან ფინალი წააგო საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე აი კლუბის ისენი იყო დასტო 20 წლის კაცთან ხო? არა მაის შენ ვერ მიხდი? არა ხუმრობდი ანუ მაგარი ბიჭი ყავს ხო ჩვენ 10 წლის ხო ანუ არა ძალიან ბევრი ყავს ეროვნულ ნაკრებს მაგალითად 10 წლის ბიჭები რა მე ვგობი ერთ-ერთ ბიჭზე რა რომელსაც ფინალი მაგალითად წააგო და ის 10 წლის არის ხოზე ხარ რა 11 წლის საუბრობს სწორად და აი უკვე ძალიან მაგარი სპორტსმენი ის 10 წლის 10 წელიწადში თუ გააგზავნებს ამას სად იქნება ვინ ვერ გეტყვის სად იქნება კოსმოსში იქნება ლეველი ტყულის ხო რა ის ზოლის ნულარიანობის ლეველი იმიტომ რომ დღეს უკვე მაღალ ინტელექტს აჩვენებს და კარგი დაობას და კარგი cage control-ს და ანუ ყველაფერი აქვს რა ამიტომ ყველაფერი დროის ფაქტორი არის რა მაგრამ ის ძალიან მაგარი რაღაცა შეხვდა ის არა ოლიმპიური კომიტეტს ხო აქვს რა განაპირობები აქვს რომ ამ არასრულწლოვანებმა თავში დაწყვეტილება არ უნდა მიიღო თავში ზიანე არ უნდა მიიღო რა და მაგიდან გამომდინარე ხო ისეთი წესები არის რომ მარტო კორპუსში მუშაობენ არასრულწლოვნები რა და ეს ტრავმატოლოგია და შედარებით დაკლები აქვს ამიტომ სპორტს ძალიან სასწაულად შედარებით დაკლები აქვს და მაგ განაპირობებს რომ ფრეშ და ვიძალ და ვითარდებიან და ზიანის გარეშე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ის თუ არის ისეთი რაღაც წესი რომ შობელს შეუძლია რომ თავზე ესე წამოარტყას რა შობელს იგე წამოარტყა თავზე არა მაგრამ ხუმრობ ქვით თავარია მე არ შემეხოთ ძმაო თორე თავარი მარტო აკრედიტებული პიროვნებები არის ოქტაგონთან და ანუ კომპეტენტურები შენ ზოგადად რო აქ რო საჯი იყო საჯი კი არა ის რო იყო რა ქვია სეკუნდანტი იყო და მთელი იყო და რაღაც გაკეთე ხო შენ ტესტები უნდა ჩააბარო რადგან იცოდე დარწმუნებული რო იყო რომ იცოდე როგორ უნდა მოიქცე როცა კუთხეში ხარ სპორტსმენთან რა ბავშვთან მოიქცე რა შეიძლება რა არ შეიძლება რა არის ანუ შენ წესები უნდა იცოდე ანუ მაგალითად დარწმუნებული რომ შენ წესები იცი რა რაღაც მოქცევის კოდექსიც არის რა მაგალითად ნეიტრალურ კუთხეში რო არის ხო შენ არ გაქვს უფლება ლაპარაკო და ეს ყველაფერი შენ უნდა იცოდე უფრო შენ მაგი ეგზამენს ვარ ჩააბარე ხო შენ აკრედიტაციები
მოხდებიან ზოგადად რა რაც არ უნდა მაგარი ხელი იყო შენ თუ არ იცი როგორ მოიწე ვერ მოხდები მან რა ბიჭო ისე ბევრი რაღაც ხუმრობები მომივიდა თავში რა ეხა ბავშვებთან და რაღაც რო არის საუბარი ხო აზეხარ არა წარმოიდგინე ბავშვი ხარ შედიხარ შენ რა ხარ 9 წლის 10 წლის და ანუ მოვიდა რაუნდის ბოლო და მიდიხარ კუთხეში და мотивация უნდა მოგცეს შენ ტრენერმა რა აი მე რო ვიყავი ალბათ 10 ან 9 წლის რო ეთქვა რომ აი სნიკერს მოგცემო ან იმაზე გათამაშებო რა PlayStation-ზე გათამაშებო პაძემკაშიო გამოვიდოდი მაგრა ალბათ იმხელა мотивация აქვს გიო მაგარიაზე ალბათ სნიკერსებიც აქვს PlayStation-ზე ყველაფერი აქვს ხო დღეს იმხელა мотивация აქვს მაგარ გინდა ხელფასით გინდა პრემიით ხო PlayStation-ს და სნიკერს იქეთ გიყიდია მაგრამ გავერთე რა ხო იცი რა მიყვარს ხოლმე რა უნდა გავერთო რა თქმა უნდა თუ შეგიძლია რომ აი ქართულ ჯგუფზე ჩვენ ქართულ ჯგუფზე მოყვე ანუ რამდენი კაცი წავიდა რა პერსპექტივა არის აი დღესდღეობით როგორ ვასრულებთ რამე თუ მოვიგეთ და არის თუ არა გამორჩეული 1-2 და რას ელოდები შენ პირადად რა ამ ევროპის ჩემპიონატით პირველ რიგში 60 მეტი მონაწილეები მყავს. დიდები არა, პატარები არა. დავედით აი უკვე გვაქვს რაღაც შედეგები, ევროპის ჩემპიონების გვაქვს, ვერცხლი და ბრინჯაოს გვაქვს საკმაოდ ბევრი. ტოპ 5-შიც ვართ ქვეყნებში შედეგებიდან გამომდინარე რა. რაღაც მართლა გითხრა უკანა დღეს არ გაცოტა არ გაგვიმართლა აი ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლები საჯებმა საპირისპირო მხარეს გადაწყვეტენ, თუმცა ჩვენ ერთ მხარეს პრობლემით დარწმუნებული ვიყავით, მაგრამ არა უშავს მაგი სპორტის ნაწილი არის და ზოგადად დღეს ჩვენ გვართმევენ ხვალ ჩვენ მოგხსენეთ ზოგადად მასე არის რა ჩვენსაც მოუცემიათ ისეთი ბრძოლა რასაც ჩვენ ფიქრობდით რომ წაგებული არის და ფავორიტები აი ცოტა არასწორი იქნება რომ გამომარჩიო რადგანაც აი დიდების ნაკრების ვარჯიშებს მე ვკურირებ და გიორგი ბალაძე ორი ტრენერი ვიყავით რომელიც მუშაობდა დიდების ნაკრებზე და აი ძალიან მაგარი დიდების ნაკრები მომავზადე ახალგაზრდებთან მე არ იმუშავებდი რადგანაც მე ახალგაზრდების ტრენერი არ ვარ ახალგაზრდების სხვა ხელი ყავდა და ეს ხო მე უფრო 18+ და ზევით მუშაობდა შენ რამდენჯერ იყავი კუთხეში ჯერ ანუ აი ძალიან ბევრჯერ ვიყავი 10 ჯერ ვიყავი მე 10 ჯერ 10 და დღეში რამდენი გამოგივიდა დღეში ეს არასრულწლოვნებით ჩემი ბავშვები რო არ არიან ხო მაგიდან გამომდინარე ხო არა ეს 10 ჯერ 30 ჯერაც ვიყავი არასრულწლოვნები რადგან ჩემები არ არიან ხო აი მე ვცდილობ რომ არ ჩავერიო მაგათში იმიტომ რომ აი მაგათი მცდელებთან კონტაქტი მაგათი მცდელებთან არიან საუბარში და ანუ ურთიერთობაში რო არიან ის იმასთან რომ დავარჯიშები აქვს და იმან რომ მოამზადა ხო უფრო კარგად მზადა უფრო მეტად მზად არიან ზოგადად რა და მაგ მომენტში მე იმუშავე რა ქვია რა მაგიტო ანუ ვცდილობ მინიმალურად ჩავერიო და მარტო ხელი შეუწყო და ანუ მაგათ აქვს თავიანთი პირადი ურთიერთობა რო აქვს ამ ახალი დაბადებული რაღაცის და არ გინდა რომ ხომ ესმის ძალიან მაგარი რა. ხო, იმიტომ რომ იმ ხალხმა მოამზადენ ეს ფაქტიურად აი სხვა ტრენერებმა მოამზადენ და იმ ტრენერებმა რომ მოამზადენ ხო იმათმა იციან როგორ უნდა ვთქვა იმათმა იციან მაგათი რესურსი აი რა შეუძლიათ და რა არ შეუძლიათ მაგალითად ხო ყველაზე თუდი რჩევა არის რომ არასწორი რჩევა არ არსებობს ზოგადად არსებობს როგორი რა არის და არასწორი რჩევა რომ ეუბნები სპორტს რაღაც გააკეთოს ის გაკეთებილის არ არის მიხდი და ეს არამშრომელი მომენტია და ანუ შენ შეიძლება ხდები რომ აი ეს უნდა გააკეთო და ანკელ ლოკი უნდა გააკეთო რაღაცა უნდა გააკეთო მაგრამ ეს თუ არის მაგის გაკეთებული ხო შენ მაგით მარტო თუ ისაუბრებ და შეცდომაში შეიყვან რადგან ეს ტექნიკა მაგას განვითარებული არ აქვს რა მე მაგი რა თქმა უნდა არ ვიცი მე მაგ სპორტსმენებთან ნამუშევარი არ მაქვს რა და ეხა დიდების ნაკრებები ჩავალ მაგათთან და თქმა უნდა ნამუშევარი მაქვს ყველა შესწავლილი მაქვს ძალიან ბევრთან პირადად ნაჭიდავები მაქვს რადგანაც ვიცოდი მისი ჭიდაობის საშუალება ჭიდაობის რესურსი როგორ მოძრაობს და რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს ზოგადად ბრძოლის და სპარინგის განმავლობაში აი კერძოდ ბათუმიდან რა ბათუმი ფაით აკადემიიდან თქვი მგონი რომ 10 კაცი ყავს ხო მგონი დიახ მაგრამ რაღაც ამოვიდა ვიღაც ჩავსვით და 8 მონაწილე ყავს სრულიად საბრძოლო აკადემიიდან დღეს ევროპის ჩემპიონატზე 3 უმცროსი და 5 დიდი და ანუ ხარ არიან 60 სპორტსმენები ვინც გამოვლენ ხო საქართველოს სახელით და 60 სპორტსმენს რამდენი კოუჩი ჭირდება რა? აი მაინტერესებს. ეხლა 5 კოუჩი აქ ვართ
და კიდე ორი ჩამოდის ლიდერთან ერთად რა რადგან უკვე 7 წელი ანუ ძალიან კარგად არის განაწილებული და ვინც გაახურებს მოვასწრებთ აი ყველა დალაგებულად გვექნება რა ზოგადად ხო როგორ არის ეს ცოტა გაუშუქებელი თემა არის ეროვნული ნაკრები და დამიჯერეთ მაყურებლის უუნები რომ მალე შეიძლება mainstream ტოპიკი იყოს რა რადგანაც ეროვნული ნაკრები შერეულ საბრძოლებში ძალიან ქარიზმატული და ძალიან მაგარი პიროვნებებით არის სავსე აი რო ვთქვა რომ რაღაცა ნაცრისფერი ბავშვი ან უფროსი არის აი ყველა არის ძალიან მაგარი საინტერესო პიროვნებები ყველა არის რაღაც ძალიან მაგარი საინტერესო სპორტსმენები მაგარი ხასიათის ლატარებლები ამიტომ კიდე და რავი რა აი და საკვირად გაშუქებული არა ჯერჯერობით უბრალოდ ეს დროის პროცესი არის და განსა ის სპორტმა ეხლა მოიდგა რამოდენიმე წელი ფეხი ჩვენი აიმერზე გზავნოთ მხოლოდ 2 წელი გზავნოთ რამდენი ხნის განმავლობაში ტარდება მთლიანად ევროპის ჩემპიონატი ტარდება 10 დღე 10 დღე ტარდება ხო ხუიჩ წარმოიდგინე ხა 10 დღე 60 ქართველი რო ერთად იყოს რა მოხდებოდა იმ ქვეყანაში აბა რა არა ეს 60 ქართველი გასაკონტროლებელია წარმოიდგინე და ჩვენ ვაკონტროლებთ მაგას რომ არაფერი არ მოხდეს ხო და 60 ერთად უეჭველი არ იქნებია ჩამოსული ხო მითხარი რომ ჯერ ეს ესენი ეს არა 60 იქნებიან უყურე ნაწილ-ნაწილ ხო ჩამოვედი ჩვენ მაგრამ დღესდღეობით ხო დღეს დების ნაკრები ჩამოდის და ზეგ გაიმგზავნება უფრო უცროსების ნაკრები რა და 2 დღე 60 ქართული სპორტსმენი პლუს კიდე 7 ქართველი წელი და კიდე 4 ტიმ ლიდერი ანუ წარმოიდგინე ნახევარი საქართველოს კიდაღა იმისთვის რა ქვია ხოლმე 1 და 2 ქართველი არის საჭირო რომ დედავის ქვეყანა გადაატრიალოს და აქ წარმოიდგინე რამდენი ქართველი არის რა არა ეს დისციპლინით სავსე ქართველები არიან რა მისით სავსე და არა ეს მოთები და რაღაც ყველაზე ხო ჩემნაირი რაღაც იგივე რაღაც ირაკლი ურთიერთობა და ზოგადად ანუ ყველა მისი ადგილი იცის სუდი სიტყვის გაგების გარშე ფერი არის და უпроси იერარქია ჯგუფად არის გამყოფი რომ არავის არანაირი ეგო და ეს რაღაცები არ აწუხებს და ანუ ყველაფერი დალაგებული საათივით არის რადგან შეკრებიდან გამომდინარე მოვდივართ ისე რომ ყველა მისის აი უკითხავთ რომ არასრულწლოვანს არა აქვს უფლება რომ მაღაზიაში გავიდეს სხვა ქვეყანაში რადგან მინდობილები არიან ფედერაცია მინდობილი არის მისი მშობლები ზოგადად მაგათ რამე რომ ხო გინდათ აი რაც არ უნდა იყოს რა დაიფაროს მაგდი პასუხისმგებლები რა თქმა უნდა ფედერაცია არის რადგან ჩვენ რო ვიღებთ მაგაზე პასუხისმგებლობა მაგათ ჯანმრთელობაზე და მაგათ კეთილდღეობას და ყველაფერი რა რას ველოდებით ახლა ჩვენ შემდეგ ბრძოლას რომელშიც შენ უნდა იყო კუთხეში რა თუ შეგიძლია რომ გააშუქო ჯერ დაანონსებულია რუსლან მუხვაძის ბრძოლა პროფესიონალებში და საბასოლის ბრძოლა არის დაანონსებული ეს ორია რეზერვს და იმის შემდეგ იმას ვიზამთ რა ქვია იმის შემდეგ კიდე ანონსებს დაელოდოს და რადგან ეს სიტუაციაში ვარ რომ არ მაქვს ბევრი უფლება ასე რომ თქვა რომ სპორტსები ლაპარაკი რა მე მქონდა პატივი ვიყავი ჩათვალე კუთხეში კოჩა შაინიძესთან და ველოდები კოჩას ბრძოლას და ვიცი რომ კოჩა წავა როგორც რაკეტა ზემოთ და ზემოთ ჩვენი ბოლო პოდკასტების რაღაც შორტები რა კლიპები რო იყო გამოშვებული მანდიდო მუსიკები ფონზე რა ძალიან მოეწონა ძალიან დავამბე და მადლობა გიო რომ აღმოვაჩინე ეს არტისტი ასე რომ ვთქვა და ანუ საინტერესო არის შვანი ხოლმე ყავს მთელი ბაზრაკი ბექგრაუნდზე უსმენ პოსტებში მე და ადამე ვასე რომ საქართველოს ყავს ეს არტისტი რომელიც თან მე და მუსიკას უსმენ და კულტურული კოდი გამაშია ზოგადად შეერთო მაგას და ძალიან მოეწონა და ძალიან დავამბე რა ხო და fight hop-ის თემა ხო იცი fight hop-ის თემა არის hip-hop-იც რა იმიტომ ქვია fight hop-ი რა და მუშვანი ჩემი აზრით არის ყველაზე გემოვნებიანი hip-hop არტისტი დღეს
და მინდა რომ მოვიკითხო მუშვანი Fight Hop-იდან ხმაურის ოსტატი. ხმაურის ოსტატი ხარ, განაჩენია, თავში ძალის პოვნა დანარჩენია. მუდმივი წყობა ოსტატობას დამშვენია, რადგან რაც ერთხელ გაქვს ის სულ განაშენია. და ასევე შეგახსენებთ ხალხო, თუ Spotify-ზე გვისმენთ ან Apple Podcast-ზე, მოგვეცით 5 ვარსკვლავიანი შეფასება, რახან ეს დაგვეხმარება ჩვენ გაზდაში და YouTube-ზე გამოგვიწერეთ, დაგვიტოვეთ პოზიტიური კომენტები და ჩვენ ვეცდებით რომ ვიყოთ. არა პოზიტიური კომენტები დატოვეთ, არ არის პრობლემა. თავარია კონსტრუქტიული იყოს და ზოგადად დამოუკიდებელ კომენტარებზე იქ დავიწყე ჩატინგი. ყველაზე ხარა რაღაც იმიტომ რომ რაღაც ისეთი აზრები იყო რა ტრივიალურად. რასაც აუცილებელი იყო შევეხო და დაწერეთ კომენტარები. იყავით მამას თქვენ კითხვებში და აუცილებლად გაიცემათ თქვენ კითხვის პასუხი, ასე თუ ის. ხვიჩ, მოდი გადავიდეთ, პატარა თემები გვაქვს რა, ანუ რაღაც უფრო mainstream რა, ანუ ყველაზე დიდი სიახლეები რა და მინდა დავიწყო ილია თოფურით, განცხადებები გამოვიდა, რომ ჩემპიონი დაბრუნდა და Justin Gaethje's თან ექნება ქამრის გაერთიანების ბრძოლა. რამდენად ფიქრობ, რომ ეს მართლა იყოს White House-ის თეთრი სახლის მთავარი ბრძოლა და არის თუ არა შანსი მაგალითად, რომ სხვა მაიღოს ეგ წერტილი რა. მაგალითად ჯონ ჯოუნზი იყოს ან მაგრეგორი. ანუ ერთი ბრძოლა არსებობს, რომელსაც შეუძლია თოფურია გეიჯი გადაშილოს, ასე რომ ვთქვათ რა, სულად ნათქვამი არის, მაგრამ ასე რომ ვთქვათ რა, გადაშილოს. ეს არის ჯონსი და პერერა, თუ იქნება, ეს არის ერთი ბრძოლა, რომელიც შეიძლება გადაშილოს. ანუ ბენგერობით თოფურიას ბრძოლა რა, გეიჯის საწინააღმდეგო. დანარჩენი სხვა ბრძოლა არ არსებობს, არარეალურია სხვა ბრძოლამ გადაშილოს მაგ მომენტში რა. და ხა ჯონსი რა თქმა უნდა ტრამპთან მაგარი კავშირში არის, ზოგადად UFC White House-ზე დააროსებული არის 6 ბრძოლა იქნება სავარაუდოდ მაქსიმალურად და ამიტომ გამომდინარე გასაგები არის, რომ შეიძლება ეს ბრძოლა იყოს და ანუ ერთი ბრძოლა არსებობს მარტო საისამყაროში, რომელმაც შეიძლება არანაირი მაგრეგორი არა მაგათ საუბარი არის ზოგადად და წარმოუდგენელი არის რა. და სადაც COVID ქართულ ხედავ რომ ომალი და პეტრიანი იყოს და შემდეგ რა. მე რაზე კითხე იცი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი გამყიდველი UFC-ს ისტორიაში, ანუ ვინც შუქი დაადო UFC-ს, ეს არის კონა მაგრეგორი, ხო? კი, მაგრამ აი ეს მომენტი რომ გავიდა ეს დრო უკვე და ახლა რამდენად არის შუქი დაადო, ახლა ჩვენ რა უყოთ ახლა მაგას, ანუ ბოლომდე ჩავყვეთ, ანუ არა, ჩვენ საერთოდ არა, ჩვენ საერთოდ არა, მაგრამ მე და შენზე ხო არ არის. ანუ ეს არის UFC-ს თვალით. ჩვენ როგორც მაყურებელია, ხვიჩ, უნდა თუ არა UFC-ს შენი აზრით? მე მაგრამ მინდა. რადგან ანუ ბევრი ანონსები არის, რომ სუპერ ხშირი მაგრეგორი არა, ჩვენ დავინახავთ პრაიმ მაგრეგორს და ან მაგაზე მედის სულ საუბარი რა. თუმცა ხა პიროვნების გამოსწორების მე როგორც ასეთი არ ჯერავს ძალიან ასე ვთქვათ რა, მაგრამ ნუ ახლა სულ დადგარა თუ ხშირია მაგრეგორი, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქვს საშუალება რომ ისიც დასაქმია რა, რაღაცა გააკეთოს. უბრალოდ კითხვამდე მივალ რა, ხვიჩ რა. ანუ უნდა UFC-ს ხო? უნდა რომ White House-ში თერთ სახში იბრძოლოს მაგრეგორთან, ხო? მაგრეგორმა რომ იბრძოლოს White House-ში. მაგრამ მაგრეგორს ეხა არანაირი ტიტულის ვარიანტი არ აქვს, ხო? რა თქმა უნდა, არანაირი. უბრალოდ იქნება რაღაც ისეთი ბრძოლა რა, რაღაც პოპი ბრძოლა. ხო, ანუ მაგრეგორს არ აქვს მენგერი, მაგენმა თუ დიაზი ვერ დააბრუნდათ, ხო? დღესდღეობით მაგრეგორის შეიძლება ბრძოლა გაიყიდოს მაგრეგორის გამო, რა თქმა უნდა, გაყიდვადი ბრძოლა იყოს. თუმცა ანუ მაგრეგორთან ბენგერიო რაღაცა ვაუ და რაღაც ეს ეჭვება, ესეთი ბრძოლა არ არსებობს რა. ამიტომ გამომდინარე რა სათქმელი არის, რომ რა ბრძოლა შეიძლება მაგრეგორთან ისეთი, რაღაც ჯონსი პერერა, რაღაც გეიჯი თოფურია, ანუ ესეთი ბრძოლა არ გააჩნია მაგრეგორს. არა ინტრიგას არ გააჩნია. მაგალითად ძალიან მაგარი იქნებოდა, რომ
აი წარმოიდგინეთ ეს სცენარი რა. მაკგრეგორი ბრუნდება, ორ ბრძოლას ატარებს, ორივეში იმარჯვებს, ვიღაცას იჩუბება და თქვა იმბლეცი იჩუბება, რომელსაც სტილისტიკურად მოუგებს მაკგრეგორი აუცილებლად, რადგან მაკგრეგორი ხო ძალიან ჰევი პანჩერია და იმბლეთი კიდევ overrated ბავშვი არის, რომელიც ბრძოლა ზოგადად მაგრამ კარგად არის ის. ანუ იმ ტოპ 5-ს ვერ უახლოვდება. შემდეგ კიდე ვიღაც კონტენდერს უგებს, ძალიან ძნელია ვთქვა რომ ტოპ 5-ში მაკგრეგორი ვის მოუგებს სხვას. მაგრამ რო ვთქვა რომ მოუგოს ხო, მაგრამ ორი ბრძოლა რომ მოიგოს. და ამ დროს გეჯო იგრა თურია გეჯს აკეთებს, თურია არმას თიშავს და შემდეგ რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენ ბენგერი რომ მაკგრეგორმა მიაღწია სატიტულო ბრძოლას და მაკგრეგორი თურია ეხლა სხვა დონის ბრძოლა არის რა, რომელიც მაკგრეგორმა თუ ისწავლათ მიაღწია თაითლს სამშტელოვანია რომ არ აღერსულად ეს თაითლს არ დააშე მოკლე გზებით UFC-დან გამომდინარე ხო მაყურებლისთვის არ იქნება მაგერაც საინტერესო რადგან გვეცოდინება რომ შეიძლება ის მაკგრეგორი არ იყოს რომელიც შეერი არის რომელსაც გამარჯვება ძალიან უნდა და ისეთი არ რომ სპლელი რო არ როგორც სპლელი იყო ასე რომ რა აკილერიც იყოს და მაკგრეგორმა მისი გაიტანა ძალიან რეალური ბრძოლა არის რა მომავალში მაგ აი, ოღონდ მივალე ხა ჩემ კითხვამდე რა, ვეცადე, რა თქმა უნდა, მინდოდა რომ შენი აზრები გამეგო, მაგრამ ჩემი კითხვა რა არის? მაკგრეგორი შენი აზრით დათანხმდება UFC-ს, რომ ბრძოლა ჩაატაროს სადმე, სადაც ის არ არის ბოლო ბრძოლა, თავარი ევენტი. შენი აზრით, აი მაგის ეგო მისცემს უფლებას, რომ ისე გამოვიდეს, რომ ეგ არ იყოს ბოლო ბრძოლა. აი მაგაში მე ეჭვი მეპარება რა. ამიტომ უამრავი რაოდენობა სხვა ივენტების არის, სადაც მაკგრეგორი შეულებრივად შეუძლია მეინ ივენტი იყოს რა. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. კი, მაგრამ როცა ნანახი ყავს მაკგრეგორი თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან, რაპონჩი გონია რომ არ უნდა UFC-ს რომ მაკგრეგორი იყოს ამ ევენზე რა. ანუ ხო გესმის? ნუ მარტო არ გონია, მაგრამ ეხარი, ანუ ზოგადად რაღაც მეინ ივენტს ვაკეთებ და წარმოვიდგინე მეინ ივენტი იყოს მაკგრეგორის დაბრუნება ვიღაც საშუალო ჩენდლერთან ან ვიღაცასთან ფადისთან არის ხო? ხო, არა საინტერესო. ფადისთან კი საინტერესო არის, მაგრამ იმდენად საინტერესო მაინც არ არის, ის არა ხალხის მეინ ივენტი და ზოგადად ახლა UFC White House-ში წარმოიდგინე ესეთი ივენტი იქნება, სადაც ბილეთები არ იყიდება, სადაც სპონსორები არ იქნება, მაგრული მატებზე და აკადემიის რაღაცები და სადაც ყურის სნაიპერები არ იქნებიან. და სპონსორები არა, არც ბილეთები არ იყიდება, ანუ ეს არის რაღაც პონჩი ისეთი ივენტი არის, სადაც უნდა იყოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ხდებოდეს რა. მნიშვნელოვანი ბრძოლებზე მიდის საუბარი მარტო ორ ბრძოლაზე მიდის რა. მეტი არანაირ ბრძოლაზე არ მიდის მნიშვნელოვანი საუბარი და დენა ვაიტმა თქვა რომ მაკგრეგორი საკმაოდ ხელას სანდოც არ არის. თქო ის White House-ს და თქო ჭირდება კიდევ ბრძოლების ჩატარება და მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ივენტი ნებისმიერი Fight Night თუ მიგინდეს ნომრიზე არის ივენტის დასასრული შეუძლია მაგან აიღოს და რავი რა მუშაობს მის თავზე რა. ლეგიტიმურ კონტენდერს თუ შეხდება, რა თქმა უნდა მაკგრეგორს არასოდეს არ ეშლებოდა, ყოველთვის ეჭვებოდა იმას, ვისაც აძლევდნენ. კი ახლა რაღაც სადაც ბილეთებს ეძებდა, მაგრამ მაინც არ ეძებდა UFC უგებდა მაგარ ბილეთებს და კარიერის დასაწყისში. მაგრამ მაგალითად ორიეს ეჭვობა, პრაიმ ორიეს ეჭვობა და კი წააგურივე ბრძოლა, მაგრამ არაფერი არ დაუკლებია მის თავს მაგზაგებებს რა. მგონი 2-1 არის პორიესთან. პირველი ხო რა. ანუ მე იმას გულისხმობ, რომ ზოგადად ხო მე დარწმუნებული რომ მაკგრეგორი უნდა დაბრუნდეს ტოპ 10-დან მებრძოლესთან. უფრო აჯობებს ტოპ 5-დან დაბრუნდეს. მაგრამ ტოპ 10-დანაც რო დაბრუნდეს, კარგი იქნება. რადგანაც მაკგრეგორმა დღეს რო იჩხუბოს ვიღაცა ის სხვა მებრძოლებს, ხო, რომელიც off-ranking იქნება და ამ დროს ან იქნება მაიკლ ჩენდლერი, ხო, უკვე არა საინტერესო მაგით. იმიტომ რომ მაიკლ ჩენდლერიც არ არის საინტერესო. მაგრამ რო გაუკეთო მაკგრეგორს ნეით დიაზი ან ხორხე მაზვიდალი, ეგ ძალიან მაგარი იქნება ჩემი აზრით. კი, უკვე არის მასვიდალი, ხო, როგორც ასეთი. ძილი არის მაკგრეგორზე რა და მასვიდალმა კარიერა დაასრულა.
ეს პრობლემა არის. არა, მას ვიდავს უნდა დაბრუნება, მართლა უნდა, მართლა. ვიცი, ხა გაიგონა მაგრამ და მის ყველა კომენტარი რომ დაუბრუნდე უნდაო და ხეხელზე მგიდიაო და მაგრამ როგორ გავტეხავ შუას რაღაცაო. რა თქმა უნდა, არის პოტენციალურად welterweight ბრძოლა BMF-ის კამარზე, რადგან ეს არის მასვიდალის კამარი რა, მასვიდალის პოლო პოზიცია იყო რა BMF-ი, welterweight-ი. მაგრამ რეალურად ხა მაგრეგორ სპორტულად უნდა დაბრუნება და უნდა რომ კომპეტიტივ იყოს, და იყოს lightweight-ი. და უნდა იასვარეს stop ბრძოლებთან lightweight-ი და ორი გამარჯვება lightweight stop-ში. მე დაწუნებული მაგრეგორი title shots მიიღებს და უყურესთან ბრძოლა იქნება რა. და ანუ პროსტა როგორი არის მაგრეგორი არ ვიცი რაც ყველაზე საინტერესო კითხვას ბადავს და რაც ყურებაც ქმნის ბრძოლას რა. შეიძლება არ ვიცით როგორი არის მაგრეგორი. როგორ კონდიციაში არის, ამიტომ გვაინტერესებს. ისეთი გვაინტერესებს ანუ ისეთი ფრეში არის, ისეთი ფუტბოლი აქვს, იგივე შარპ კაუნტერ შატები აქვს თუ რა აქვს ანუ რა. აქცენტი რო გასულა. შეუძლია გასულა. დაბრუნდეს და რაღაც გააკეთოს. შენი აზრით რა, მსოფლიო UFC-ს მსოფლიო ფანები და ამერიკელები იქნებიან უმედურები თუ გმაყოფილები თეთრი სახლის მთავარი ბრძოლა რო იყოს გეიჩი თოფურია. კი რა თქო. იმიტომ რომ რეალურად ნამდვილი ამერიკელი ჯაჭი როგორც როკიში იყო იბრძვის აი დაუბარცხებელი ფავორიტთან იბრძვის და მაგას აქვს ისტორია დასაწყები. წარმოიდგინე ახლა ჯასტინ გეიჯი რომ მოუგოს თოფურიას, ხო? ეს არა მარტო ერთი ბრძოლის ეს არის სელის ისტორია. კი რა თქმა უნდა მე ხელაზე არ გამისწორდება, მაგრამ შეიძლება ცრემლი წამოვიდგეს იმიდან გამომდინარე რომ ეს რა მოხდა, ხო მიხდი რა? ანუ არის რომ რაღაც შეიძლება მოხდეს დიდი. კი, მაგრამ შანსი იმდენად დაბალი არის, რომ გარისკვა უნდა. გინ პერერა მოიგოს, უყურე, ხორას, უყურე, გინ პერერა მოიგოს, გინ ჯონსმა მოიგოს. მაგ არაფერი არ მოხდება, ნუ ისაც მაგარია, ესაც მაგარია იტყვი და რაღაც გაგვიკვირდება რომ პერერა მოუგოს ჯონს და ანუ მოიგო და რაღაც მგონია რომ კაი ბიჭი არის, ან ჯონსი როგორც გოუთ რა. წარმოიდგინე ერთი ბრძოლა არის დღეს UFC-ს ბაბ, სადაც აუცილებელი პრეტენდენტი და მოქმედი ჩემპიონი ხდება ერთმანეთს. და იმ პრეტენდენტმა რომ გაიმარჯვოს, ხო, აი სოფლიოს ანგრევს, არ მედინე თან კარიერასთან ანოტაზე ამთავრეს რა წერტილზე ამთავრეს მისი კარიერას, ხო, რა ჯასტინ გეიჯი. რომს არ დაამთავროს, ხო, უკვე რაღაც დაწელილი აქვს, რა, უკვე მაგაზე დიდი მეჩაპი არ არსებობს. რა, მაგაზე დიდი მეჩაპია თუ მაგრეგორს გათი გალახავს და ეგ არის, რა, კიდე და ეგ არის დაამთავრა. ზოგადად არ მეჩაპი, ანუ ფინანსურად არის ხმაურით არ არსებობს მაგაზე დიდი მეჩაპი, რა. აი თქვა და გაყესა ბჭყალებში ახლა რა თოფურიასთან ჯასტინ გეიჯი. და თოფურიასთან გაყესვა ძალიან ძნელია რომ მაგრა იცავს თავს ინგლისელთა ჭუბის მერე ძალიან მაგრა დაიწყო და ძალიან ვიცი რომ დაიწყო და თოფურიას გაალყავ უკვე პატარა საქმე არ გახდა რა იმიტომ რომ ღიად შეხაობაში არ ცდილობს რომ თავი მოგაწყვეტოს და ბიზნესს ეძებს რა. მაგრამ თქვა ახლა რომ აი ერთი ბრძოლა არის ჩვენ რა თვალით უნდა მივიღოთ ხო ერთი ბრძოლა რომელსაც შეუძლია ფურორი გააკეთოს რა. როცა აი შოქში დედამიწა ჩააგდოს ასე რომ თქვა სპორტის გამიზეთ. აი ქირიამ რომ ენდისტი გათიშა რა. რა ბრძოლა იყო აი საქართველოს მაჩვენი რომელსაც უყურა მაგბრძოლა თქვა რომ არ იტირა. ეხტი არსებობს მასეთი ქართული ყველა ქართულს ვისაც თვითონ დავით ქირია შათვლი ყველაზე დიდი კამბექი ყველა ყველაზე დიდი კამბექი ჩემი აზრით ქართულ სპორტის ისტორიაში. ანუ ისეთი ეს არის როკის ისტორია ასე რომ ვთქვათ რა სადაც სირთულეები დასაწყისში ხო და დაძლია ქირიას ბრძოლას რომ უფრო მესამე მეოთხე მეხუთე რაუნდი ისე მაგრა აწია ტემპი ხო ეს არ იყო ლაიქშად ეს იყო აი ბრძოლა და ბრძოლა აი და რომ ხდება მოხლები და ყვები ხო ხდება რა სული გაიძრო და სული ცემა ბოლოს ხო და სულიც გააძრო რა და ესეთი ბრძოლა ხო არის ცხოვრებაში ერთი ასე რომ ვთქვათ რა სპორტკარიერის ისტორიაში და რეალურად ჯასტინ გეიჯს აქვს საშუალება ესეთი ბრძოლა გაჩაატაროს რა ესეთი ბრძოლა აქვს სწორად რომ ვთქვათ რა როკისთან მეჩაპი აქვს რა. სადაც შეკი არ გეხუტებიან და იმასშობიან რა ქვია გაკონტროლებენ გეიჯთან და იმასშობიან რა ქვია გათრევენ როგორც ვიღაცებმა მეორე კამარი მოიგენ და გწურავენ ამ პირველი კამარი მოიგენ. ისე შენ გამშვალება ჯასტინ გეიჯისაც ეგეთი რომანტიციზმი აქვს რა ხვიჩ რა ჩვენ რო ქონდა რომ აქვს მაგი სტივი ჯასტინ ანუ
ემოციურად ხალხო დაფიქსირეთ რა გულისხმობ რა რომ ემოციურად თქვენ რა გაგისწორდებოდათ ისი დანახვა გაგისწორდებოდა და რა შეიძლება შოქში ჩაიგდოთ თქვენი თავი რა მე გეტყვით რა აი მე გაგცემ პასუხს რა ჩემი აზრით ყველაზე მაგარი იქნებოდა Justin Gaethje White House-ზე შემდეგი მახაჩევმა რომ მოუგოს უსმანს კამარო უსმანს აუ ეს სპეციალისტი კამარო უსმანის დანახვას არ მინდა რა კი მესმის მაგრამ ეგრე გამოდის ეხლა Justin Gaethje რაც არის ილია თოფურიასთვის დაახლოებით ეგრე გამოდის კამარო უსმანი იმისთვის რა ქვია მახაჩევისთვის რა ანუ არა ბაბასი არა რეალურად მახაჩევს ბევრად უფრო კაი კონტენდერები ყავს ვიდრე ისა კამარო უსმანი გადაწერილი ყავს ხალხს კამარო უსმანი პენსიაზე გასული ყავს და Justin Gaethje-ც ეგრე არის ილიასთვის და იმას ვიძახი უბრალოდ რომ ისა ილია იგებს ორს Justin Gaethje-ს წარუკიანს მახაჩევი იგებს ერთს უსმანთან და ჩვენი თამაშის დახურვა იქნება რომ ილია გათიშავს მახაჩევს მე გეუბნების მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ მახაჩევი რადგან მახაჩევმა აიღო და წავიდა არა ეს ვიცი ეს ბოლო პოდკასტს მახსოვს ჯიგარი ხარ პროსტა მე ვიძახი რაღაც ჰიპერფიქსი გვაქვს დაჭერილი გინდა კომენტარებში გინდა ყველა შეიძლება რომ მახაჩევი წავიდა და ტოვა წონა ახლა რამდენი უნდა ავიდეს მე მარტო იმიტომ ვიძახი რომ პირველი ვიქნებით 3 წონის კატეგორიის ჩემპიონი და ილიას ხოში ქონდა თავიდანვე ხაბიბის დამარცხების ხვიჩი იცი შენ ბაზარი არ არის მაგრამ სულფურიამ დაიწყო 61-ში დაიწყო და რატო კლავდა და 66-ი გავიგეთ 70 გავიგეთ მაგრამ 77 ხო არის მაგაზე მე აგედავები რომ შემოკეთიცი ზომა ადამიანის და ვინ რომელ წონაში უფრო კარგად არის ხო და თქმა კიდე ხო ახლა ვიცით რომ ილია თოფურიასაც თავში აქვს ის სრულდება რადგან თვითონ მისი ცხოვრების პატრონი არის და ზოგადად ანუ ძალიან იმას აკეთებს და ყველა გვაუცებს მაგიდან მომდინარე რა რომ აკეთებს რასაც უნდა იყოს და ყოველთვის კომპეტიტივ ბრძოლებს გულობს და არასოდეს არ უთხია რა თქმა უნდა ვარ და სულ კონკურენტუნარიანი არის რა მაგრამ ანუ ეს და არასპორტული არის უკვე რა ანუ სპორტული მომენტი გასვეთილი არის რა აი და ამ ადამიანს არ უნდა ბრძოლა ილია თოფურიასთან და რატო გავეკიდეთ ამ ადამიანს და რატო არ უნდა ბრძოლა სანდავ ვსდიორთ ახლა ავიდეთ წონაში მაღლა კიდე წონაში მაღლა ავიდეთ უკვე 2 წონით მაღლა უნდა ავიდეთ რომ ერთი ვიღაც დაღესტანს დავეწიოთ ანუ არა თემა მაგე რა და არაჯანსაღი თემაა მაგას მისი კონტენდერები ყავს მიხედოს მაგას ძალიან ძიმე მისახედი აქვს და მაგათმა თუთი გააძვრნენ და ისაჩხუბენ კამარო უსმანი თუმე და მე აი მე მახაჩევმა და ხელთათმანები და მე ვფიქრობ რომ ანუ ღირსი არის რომ მისი ლეგასი არ იყოს შამ როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რა იმიტომ რომ ზოგადად ხო ყველაზე მოკლე გზით გაქცეული მებრძოლი იქნება რომელსაც ვერაფერი ვერ გააკეთა მის კარიერაში დიდი სტეიტმენტს მოაქვს ხა რა კომპეტიტივ კონტენდერები ყავს კიდე აიღო მაიკლ მორაიძე აიღე და ომარ მილიგიდა პრატი აიღე აი კიდე კერი აიღე იმათ სანამ არ გებს ხო მახაჩევმა მაგალითად ერასავი დაანებს ხო ეს არასწორი სპორტული თვალსაზრისით ისტორია დღესვე მახაჩევს თორსა მიდადოს და დაასრულოს კარიერა და არანაირ სპორტული პიროვნული პრეტენზია არავის არ ექნება მხოლოდ სპორტის თვალსაზრისით რა ხო დიდი თხოვნაა მაყურებლებისთვის ამ მახაჩევს თავი გაანებეთ ძალიან მაგარი ბრძოლები გვაქვს ჩვენ წონაში მაგრეგორი დაბრუნდა ჩვენ წონაში ეხლა იქნება ჰოლოვეი ოლივერა რომელიც არის სუპერ ბრძოლა და გამარჯვებიდან გამომდინარე ხო კიდე აქვს მაგას შანსი რევანში მოიპოვონ თოფურიასთან წინააღმდეგოდ რომელიც ხმაურიანი იქნება და ყურებელი იქნება გინდა ოლივერა რომელიც დაბრუნდა და რაღაც სირთულეები დაძლია გინდა ჰოლოვეი რომელიც 70 რეალურად სხვა დონის არის 66-70-ში ორი სხვადასხვა ბრძოლი არის აი წარმოიდგინე მე შემიძლია მამაცად ახლა ამ ადგილიდან 4 ბრძოლა მოვიფიქრო თოფურიასთვის კარიერაში რომელიც ბენგერზე არის წარმოიდგინე რა და არა ახლა ვიცხა იმას ვსდიოთ რა ქვია რა 77 კილოში 61-დან 100-მა მებრძოლე ვსდიოთ მე ვხედავ კი ამოვიკლათ რა მოსაკლავი არა არის მე ვხედავ ერთ ბენგერს მარტო 155-ში Justin Gaethje-ის შემდეგ მხოლოდ ერთ ბენგერს ვხედავ
დამარცხებული დანოკაუტებული ჩარლზ ოლივერა ბენგერი მაგარი ბრძოლა შეიძლება იყოს, მაგრამ არ არის რა big fight, იმიტომ რომ დანოკაუტებული მაქს ჰოლივეიც არ არის. ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა, რაც უკვე ყველას უნდა, даже ამერიკელებს რომ კიდიათ სომხეთი არიციან, შეიძლება რუსებიც არ ევასებოდეთ, მაგრამ ეს წარუკიანი ხო უკვე არის როგორ იცი რომ აი ეს არის ჩემპიონი, ეს არის მართლა 100% აიფალა ხო ვარ რა. 100%-იანად არა ხო ვარ მაგდოლაზე და აი ერთი წაფიქრს არ მიმაჩნია რომ უნდა იყოს ეს მიმაჩნია რა. პრობლემა ჩვენში არ არის, პრობლემა თოფურიაში არ არის. პრობლემა მაშინ რომ მაგას UFC არ აძლევს, ასე ქვია ბრძოლას, რადგან იშვიათად აძლევს ბრძოლებს და არა ეს ნუ არ აქტიური არის და რომ ყველა მნიშვნელოვანი შეეხება. რატო არ აძლევს აბა ხვიჩი? ეჭვი ეპარებათ და უნდა ილიას შენახვა უნდათ ვარსკვლავად? არა, არა, მე მასე რო აფიქრობ, იცი. მე არ ვფიქრობ, და ზოგადად მასეთი ფიქრი შეცდომა არის ილია თოფურიას მიმართ, რომელმაც დაუმარცხებლების და პირველი დამარცხება მიანიჭა, ვინც არის კაცი პირველი ნოკაუტი მიიღო და ანუ ისეთ ხალხსა. ეს პროცესი, იმიტომ რომ ეს არ არის სანდოპირი. რა თქვა, რაც თუ კითხო დენა ვაიტმანაც ვერდაბერა, შეიძლება ვოკაუტზე სენდვიჩებით გამოვიდეს და რამე ხო აზეხ. სენდვიჩები. მაგრამ მოიპოვოს მისი ადგილი lightweight დივიზიონში, თორე ქონდა სუპერბრძოლა ქონდა და აი შეიხსნა ბავშვებთან. არანაირი პრობლემა არ მაქვს, მე არ მაქვს რომ მაგბრძოლიდან შეიხსნა ჯანმრთელობის გამო, იმიტომ რომ შენ ხარ მებრძოლი სპორტსმენი ხარ რა თქმა უნდა პირველ რიგში და შენ ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა არის, იმიტომ რომ ჩვენ ჯანმრთელობის სპორტში და არა გლადიატორების ბრძოლაში კოლიზიუმში სადაც სიკვდილამდე იბრძოდნენ და რა თქმა უნდა ჯანმრთელობის სპორტი არის, მაგრამ რაღაც სტატუსი ხო მოსაპოვებელი არის, შენ აი იმას თავი ჩაიხსენი, მე ოპორტუნი ბრძოლა ერთში ჰუკერთან, რომელიც ჩილაობისგან გიათ რო თქვა ისე რა მოჭიდავი არის რა, თუმცა საკმაოდ ნორმალური ბრძოლია. ანუ შეკიდე კომფორტული გზა აირჩერა, იმის მერე მე მინდა title shot-ი, ან 66-ში ჩამიყვანებო title shot-ი, ან BMF არა ის რა ქვია რა. და კომპეტენტური მე UFC-ში რომ ხო კიდე ერთ ბრძოლას გავატარებიებდი კონტენდერთან. მინდა იყოს გამარჯვებული. არმანს ხო? ხო, მინდა იყოს გამარჯვებული Holloway Oliveira-სი. აი მაგ ჩემპიონატს ეს ყველაზე მაგარი მაჩაპი რა. ეს სტარდება, არმანი ხდება Holloway Oliveira-ს გამარჯვებულს. Holloway უგებს Oliveira-ს. თუ Holloway უგებს, Holloway და არმანი მაგარი არის, მაგრამ სხვათა შორის რევანში Oliveira არმანი ძალიან მაგარია. Saint Denis და არმანიც ძალიან კაი იქნება ჩემი აზრით, რას ფიქრობ? Saint Denis აი ჯერჯერობით არ არის ფაქტორმა კონდიციაში რომ არმანთან არა ახლოს და რეალურად ხო Holloway უგებს ჩემი აზრით რა Oliveira სტილისტიკურად და მე უგებს არმანს სტილისტიკურად. და ანუ უკვე რაღაცა დაბრუნება აქვს და რაღაც დაპერწკლები აქვს ესე რომ თქვა რა და რაღაც ისტორია კიდე არის რა. ნუ ეგ ძალიან მაგარი იქნება. Holloway თუ Charles-ი დაამარცხა და მერე არმანი დაამარცხა, რა თქმა უნდა მიწე კიდე ტიტული. უკვე ყველა დაინტერესებული ვარ მაგიდან გამომდინარე რომ დავშეთ და რა საკეთებს Max Holloway ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ Max Holloway ისევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ Fight Hop-ი არ არის მარტო YouTube-ის არხი, Fight Hop-ი არის პოდკასტი, სადაც არის პოდკასტები ყველგან შეგიძლიათ რომ მოგვისმინოთ Apple Podcast-ზე, Spotify-ზე და გთხოვთ მოგვეცით 5 ვარსკვლავიანი შეფასება და დარჩით ჩვენთან Fight Hop-ერებო. მოდი ახლა გადავიდეთ ერთი თოფურიდან მეორეზე რა. იყო ჭორები ალბათ, იმიტომ რომ სანამ არ არის ოფიციალურად UFC-სგან დადებული, რომ ეს ბრძოლა ჩაწერილი არის და ჩატარდება რომელ თარიღზე და სად, მაინც ჭორად გამოდის, მაგრამ ხმაური არის ძალიან დიდი, რომ ალექსანდრე თოფურია და ბრაის მიჩელის ბრძოლა იქნება შემდეგი. რამდენად რეალური მიგაჩნია ხვიჩ და ამ matchmaking-ზე რამდენად პოზიტიური განწყობა გაქვს. მე არანაირად არ მიმაჩნია ბრაის მიჩელი უკეთესი ალექსანდრე თოფურიაზე, მაგრამ მე ვიცი რომ ანუ შენ თუ ხარ 10 და 0 შენი ოპონენტი არ უნდა იყოს მაგალითად 2 და 0 რა. ძირითადად ვიძახი, თორე ყოველთვის ეგრე არ არის რა. ანუ ბრაის მიჩელს აქვს რამდენი ბრძოლა ჩატარებული, ხო? და ბევრად უფრო მაღალ დონე მებრძოლებთან რა. თან UFC-ში ხო ეგრე არის და ხა
ანუ რას ფიქრობ ამ გადაწყვეტილებაზე, სწორი გადაწყვეტილება არის ჯობს თუ არა, რომ ჯერ ალექსმა აიღოს კიდე ვიღაცა ვინც არის 3-დან 0, 5-დან 0, ან დაახლოებით თანაბარი რეკორდით. და მე ბოლოს კითხავ სტილისტიკურად რას ფიქრობ ამ ბრძოლაზე რა? ანუ ზოგადად ხო ლეველი ხო არ გამოისახება მე ბრძოლის 1 და 2 ბრძოლით. გამოისახება იმით რა ოპოზიციას ღებულობს და რა მომენტში. როგორც თუფური აღებულობდა მაღალი დონის ოპოზიციას და მალევე გაიჩინა კამართან, ტაიტლ შოტთან. ნუ გავითვალისწინოთ რომ ტრავმების ჰქონდა. რაღაც პრობლემების ჰქონდა, ხო? იგივე სიტუაციაში ალექსანდრეც რა, ხო უყურებენ კომპეტენტი ბრძოლა ჩაატარა ძალიან სერიოზულებთან. ამიტომ გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხედავენ რომ რეალური არის ეს პრობლემა და აჩვენებენ უფრო და უფრო ძლიერებს. რადგან ამას არ ჭირდება გატესტო. ამას არ ჭირდება შემოწმება. ეს მზად არის, გინდა მედია თვალსაზრისით, გინდა სკელებიდან გამომდინარე, რომ ეხლა უკვე შეაგდოთ ხვატში, ეხლა უკვე შეაგდოთ ცეცხლში. და ჩვენ უნდა გავატარებინოთ ამ პროდუქტს. ის მატჩმეიკერები მედაში. ამ პროდუქტს, როგორც ასწია ალექსანდრე თუფურია. რატო უნდა გავატარებინოთ ყველა დრო? ხო, არანაირი მიზეზი არ არის. რატო უნდა დავაღვინოთ? როცა დასაღვინებელი არ არის. უკვე არის ხოძე ეს ადამიანი. რატო არა, არა არის საინტერესო დამოუკიდებლობის ადამიანი. საინტერესო არის, რომ დღეს სანამ ფრეში არის, სანამ ანუ ეს თემა ხდება ყველაფერი, რომ ბამ, ანუ კიდე და კიდე მაგარ დაუცნობად გოლებს მიაღწევს. თან ახლა შემმარცვლელი არ არის მისი სტილის, ვისაც არ უნდა აჩხუბო რა. ამიტომ გამომდინარე, რა თქმა უნდა, თან ილია რო იქნება მაგის კუთხეში წარმოედგინე. თან იმედია, დიდი იმედია, რომ უმარს დაეწევა თუფურია და ისეთი კონტენტერის სტატუსში ჩააგდებენ უმარს, რომ ალექსანდრე თუფურიას ვერ გაიქცევა და იძულებული იქნება, რომ ტაიტლს საპრეზიდენტო ჩუბო თუფურიასთან და ეს შეიძლება ძალიან მაგარი რაღაც რა. ახლა ნუ რა უყოთ ახლა სილი ბრაის მიჩელი რომ ჯერ უფროს შეხვდა და მე უფროს შეხვდეს და ზოგადად ცოტა არ გაუმართლა რა. თუმცა თოფურია ძალიან მაგრა კატეხა მაგი რა. მაგარი ანთებული არის რა. აი შური აქვს და ისა ზიზღი რა ანთებული ბრაის მიჩელს გულში და მას იძახის რომ ქრისტიანი ვარო და ისაო და ესაო და აი აშკარად აი შური აქვს რა ანთებული რა. ბრაის მიჩელს ისე საუბრობდა ეხა მაგაზე არ მინდა დავიწყო საუბარი, მაგრამ ბევრი ინტერვიუები ქონდა ეხა რა და არა, არანაირი პრობლემა არ არის. ზოგადად ბრაის მიჩელი თავთან მის თავთან კარგ ურთიერთობაში არ არის, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის მაგის რა. ხო და ეს რა თქმა უნდა, რა ვიცი, ძალიან დიდი ბრძოლა არის, ძალიან საინტერესო ბრძოლა არის. თან ბრაისი რო ჩამოვიდა ბანთამვეიტზე, ის ნურმაგომედოვი და მარცხა რა ქვია მაგას, სახელი დამავიწყდა. საიდი ხო, საიდი, ანუ მაგრამ ეჭვში არის კიდე ალბათ რომ შეიძლება მაგას საერთოდ კონტრაქტიც არ გაუფორმა, იმიტომ რომ ისეთ გიჟური რაღაცა ისეთ რაღაცებს იძახის რა, ეგ ბრაის მიჩელი რომ არ გამიკვირდება რომ კონტრაქტი აღარ გაუფორმან რა. არ ვიცი, მაგრამ თუ ხალხს გონია ეს მაგარი ბრძოლა, UFC გააკეთებს რა. It makes sense, you know? შეიძლება UFC ვიდეო გააკეთოს მაგარი ბრძოლა რომ რუსპარი დააჭედოს მის ვიზივაჟი რა ქვია. ოჟი კრაიობა ისის კარიერის ზოგადად რა ერთი შეიძლება მაგ გააკეთოს. აი დაჟე მაგდონემდე არ მივალ რომ სიკვდილი უსურო არავის რა, მაგრამ ეს კარიულ სიკვდილს რა, ანუ 45-ში ვერა 35-შიც ვერა, ანუ ეგრე გამოდის ხო? ანუ და ორივე ილია ძმები, მაგრამ მაგან ჯონ სილვამ რაც უქნა, ვაუ, ეგ იყო კიდე ძალიან ისა. ჯოშ ემეტმა დამარხა ეგ და მაინც ამოიყვანეს თო. არა, ნორმალური მებრძოლია, კაცო, ყოფილი სერიოზული მებრძოლია ბრაის მიჩელი, ცოტა ახლა ბევრია გაკრებული და ცოტა თავშესწარეულია ხდება ხა. ზოგადად ამერიკისთვისება რა არის, რაც მეც ძალიან მაგრამ მომწონს რა. რომ ესეთი სიტყვის თავისუფლება უნდა არსებობდეს და აზროვნების თავისუფლება რა. ჩემ მოგწონს არანაირი ემოციური პრობლემას არ იმის რომ ის რომ ბრაის მიჩელი გიჟია და გიჟობს. ხვაზე ხარ რა? ეს ჩვენ გვაჩვენებს ვინ არის და აი ვხვდებით რომ ადამიანი ნუ აქვს მისი შეხედულებები, ასე რომ თქო, რაღაც მისი პრობლემები აქვს რა.
ესე მაინც იცი ვის ესაუბრები და სოციუმში სადაჩენა არის ვისაუბრები ხო ყველა ერთნაირად იქცევა რადგან ეს რაღაც ხო სოციუმში სადაც იმას იშობები ესაუბრები როგორც შენ არის შეხედულებები და ყველა ერთნაირად იქცევა ხო მაგ უფრო რთულია და ესე თავის პოზიციუმში სადაც პრაის მიჩელის ნაირს აღწევდა რომელი იყოს მისებული კაცო არანაირი პრობლემა არ აქვს პრაის მიჩელის ვისთან აგაკ საქმე ხო ვისთან აგაკ საქმე და პლუს პრაის მიჩელს აქვს კაითისება რომ ანეს პიროვნება არის არაფერს არ მალავს რამე თუ აქვს საქმე ხო დედამიწა ბრწყელია მისი აზრით დედამიწა ბრწყელია არანაირი პრობლემა არ არის პრაის შეხედულებებზე ავყარდ დავარია ბრწყელი არ დარჩეთ უყურია სამძოლის მერ ჭუბის მერ და მოდი გადავიდეთ მერაბზე რა და ნახე ხა ბოლოს ჯონ უდის პატარა ინტერვიუ იყო სადაც საუბრობდა მერაბზე სადაც თქვა რომ მერაბს აქვსო პატარა ტვიკებიო რა ანუ პატარა ტვიკები არის მცირე ცვლილებები გასაკეთებელი თავის გეიმში რა პატარა ტვიკებიო და ოღონდ არ თქვა რაზე იყო საუბარი რა და ეხლა ბევრი დროც აღარ აგვაქვს და არ მინდა რომ ძალიან შევიდე მაგრამ შენი აზრით როგორც კოუჩი რა უნდა გააკეთოს სხვანაირად მერაბმა რა მცირე ცვლილებები უნდა შეიტანოს თავის გეიმში პიტერ იანთან ჯერემერტი დავილაპარაკოთ იმაზე რომ მერაბის სტაილი და მერაბი არა ჯონ უდის ჩამოყალიბებული და ჯონ უდი კი ავარჯიშებს მერაბს უკონტროლებს რაუნდებს უკავებს პატებს რაღაც გეგმაში ეხმარება ასე რომ თქვა დალაგებას მაგრამ მერაბის ჰედ კოუჩი რეალურად მაგი არ არის მერაბის ჰედ კოუჩი არის მერაბ დვალიშვილი მერაბ დვალიშვილს რაც აქვს აზრად მერაბ დვალიშვილი მას აკეთებს თორე რომ ჯონ უდი ახლობდა მას რომ მე ჩემი ნება რო იყოსო მე არ ვაჭყობებდიო ჩემს პროცესს მე ვარ ჰედ კოუჩი მე ჩემი ნება არის მე არ ვაჭყობებ როცა მე ვთვლი რომ საჭირო არის რომ არ იჭყობოს მან ჩივდეს არ ვაჭყობებ ჯონ არ არის ჰედ კოუჩი მისი მერაბის ჰედ კოუჩი მარტო მერაბი არის რა და თვითონაც თქვა ჯონ უდმა რომ მერაბი გააკეთებს რაც მერაბს უნდა რომ გააკეთესო ანუ თვითონაც ეგ თქვა რა მართალი ხარ ო რა ანუ ეს ნეგატივის გარეშე გეუბნებ რომ ანუ როგორ ისე გეუბნებ და ნეგატივის გარეშე უბრალოდ კოუჩი არის მაგრამ ჰედ კოუჩი არაა და მისი კარიერის წამყვანი პიროვნება არის და ანუ რეალურად რას წვიტავს ახლა მაგალითად მერაბი როგორ სწორად არტყავს მარჯვენა პირდაპირს და როგორ ფუნქციონალურ ფორმაში ასე თუ ისე იქნება რა თუმცა მერაბი ხო ჯონ უდის გარეშეც ემზადებოდა და კიდე 10 ჯონ უდის გარეშეც მოემზადება იგივე დონეზე რამ დონეზე მზად არის რა ჯონ უდის გაუმართლა რომ ლას ვეგასში დარბაზი გახსნით და მერაბს უნდა ლას ვეგასში ცხოვრება და ლას ვეგასში ყოფნა სხვა ადგილას ყოფილიყო შეიძლება ჯონ უდი არ ყოფილიყო და მაიკლ ჯონსონი ყოფილიყო თქვა და ნებისმიერი სახელმწიფო არ თქვა და მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მაგ ცენტრალური ფიგურა მერაბ დვალიშვილი არის და როგორც კოუჩი მეგეთქვით რომ მერაბს აი ჩემი თვალსაზრისით რომ და ჯერემერტი პიოტრიანს არ უნდა დაუკლოთ რომ აი მისი ცხოვრების საუკეთესო პერფორმანსი გააკეთა ეს არ უნდა დაუკლოთ და მერაბს აი უბრალოდ ცოტა ნაკლები ფოკუსირებული იყო მაგ ბრძოლაში ესე ვხედავდი რა ცოტა ნაკლებად ფოკუსირებული იყო რა როგორც თვითონ გეიმ პლანში არაფერი არ ნახე ნაკლი როგორც რამოდენიმე პოდკასტის უკან თქვი ეს იყო პიოტრიანის ყველაზე მნიშვნელოვანი საღამოს ცხოვრებაში და მერაბ დვალიშვილისთვის კიდევ ერთი საღამო იყო როგორც სულ რა კიდევ ერთი დიდი ბრძოლა და კიდევ ერთი საღამო იყო რა აკეთე გავამყრე ხო პრობლემა იყო რომ პროსტა რაღაც მომენტებში კიდე ისეთი არ კიდევ ფოკუსირებული არ იყო მაგალითად თორე ინსტრუმენტალში რაც აქვს მერაბს ისე რომ სრულად რომ გამოიყენოს როგორც ფილოსოფიაში გამოიყენა ხო კიდევ ერთხელ დააბიჯეს პეტრიანს თავის სახეზე და ანუ კიდევ ერთხელ გადაუვლის პეტრიანს არ დაგავიწყოთ რომ პეტრიანისთვის ძალიან დიდი შრომა იყო მაგ ბრძოლა რომ მოერჯა მაგრამ ადვილად ვერ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში მაგრამ ძალიან დიდი შრომის შადოვა მოუწია და მე რო ვთქვა პეტრიანს შეცდომა არ დაუშვია ისე ბრძოლა რა და აქ ხონდა შეცდომის დაშავების უფლება და ეხლა წარმოიდგინეთ მესამე ბრძოლაში რომ მერაბი არ დაუშვებს შეცდომას რა მოხდება რა და იქნება როგორც პირველ ბრძოლაში ჰიპერფოკუსი რო ექნება აღებული გოჩასავი ზურგზე რო დააგდებს
მოკლედ პიტერმა თქვა, რომ ოპერაცია გავიკეთეო, მგონი განცხადება იყო, ხო, ცოტა დიახ, ხანი კი. დაცდა მოუნდება, ცოტა ხანი, მაგრამ ზაფხულისთვის მგონი იქნება ეს ბრძოლა. ნუ მე თვითონ როგორც მე მომთქვა, White House-ზე არ ველოდებით ამ ბრძოლას, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ველოდებით მერაბის ტიტულის დაბრუნებას და ჩვენ უკვე ვაღიარებთ, მაგრამ მასიურად ყველასგან აღიარება, რომ მერაბი არის GOAT of the bantamweight division-ის. ხუიჩ ვიცი რომ დაკავებული ხარ 10 კაცი და 60 კაცი გელოდება და მოდი სანამ დავემშვიდობებით ხალხს რა, უბრალოდ გადავხედოთ შემდეგ ბრძოლებს რა. ეხა იყო ბატისტა ოლივერა, მაგას ვერ შევეხეთ, ეხა დიდი მნიშვნელოვანი ბრძოლა არ იყო ჩვენთვის პირადად, მაგრამ მაგარი ბრძოლა იყო, ბატისტამ დაამტკიცა, რომ დონეები არის რა, დონეები არის და ოლივერა გაუშვა უკან და ნუ კაი ჰაიპი აიღო ეხა ბატისტამ და უბრალოდ რახან შემდეგი ბრძოლა არის middleweight-ის მთავარი ევენტი, სადაც შონ სტრიკლენდი შეხვდება ანტონი ფლაფი ჰერნანდეს. ეს ჩვენთან ძალიან დაკავშირებული არის, რა თქმა უნდა, middleweight-ში ვართ ჩვენ რომან დოლიძის სახელით და მაინტერესებს ფავორიტად ვინ მიგაჩნია შენ პირადად რა ამ ბრძოლაში და როგორ შეიძლება შენი აზრით რომ დამთავრდეს ეს ბრძოლა რა. გიორას ეთქვით ძმა მინდა გულიდან სპორტული სტრიკლანდმა გაიმარჯვოს და სტილისტიკურად ხო სტრიკლანდი ხო ისეთი მებრძოლი არის რა ჩემი თვალსაზრისით რა თუმცა როგორ არის იცი რა პრობლემა შორნეთში შეხვედრილი რომ ეს ხო ეხლა არის აი ალღაზი არის რო თქვა რა და შეუჩერებლად გამოიყურება ამ მომენტში ყველაზე ხარა და ძნელია სტილისტიკურად ჩემთვის ხო სტრიკლანდი უფრო ჩამოყალიბებული მებრძოლია და ანუ უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს რომ გაიმარჯვოს მაგრამ ეს ისეთ იმაზე მოდის ანუ ისეთი ალღას და ისეთი ენერგეტიკით მოდის ხო რომ ძნელია რომ თქვა რომ არ არის ფავორიტი რა ამ ბრძოლაში რა ისე მაგრა მოდის ჩემი აზრით ხო მე ვერ ვამუღავები მაგას სტრიკლანდი რითი უნდა მოგოს რადგან სტრიკლანდი უფრო დიდი არის უფრო კარგი კრივი აქვს სტრიკლანდი უფრო კარგად სუნთქავს და სტრიკლანს მასე მაგი ვერ ეჭიდავებ რა ჭიგავთ მაგ სტრიკლანს ვერ გაწორავს მე ვერ ვხედავ რითი შეიძლება მაგას გაიმარჯვოს ინსტრუმენტებიდან გამომდინარე მაგრამ იმ ხელა მაგარი ენერგეტიკით მოდის ხო როგორც ამბობდნენ ხო იცი აი პირველი მერაბის და იანის ბრძოლაზე ამბობდა რითი შეიძლება იანმა მერაბმა იანს მოუგოს და ესეთი ბაზარი რო იყო პირველ ბრძოლაზე და ესი გამოიყურება ფლაფიანდეს მაგასთან რა ანუ შეიძლება მე ვერ ვამუღავებ მომენტში რითი შეიძლება მაგრამ აჯობოს ერთი იმით შეიძლება აჯობოს რომ სტრიკლანდი ანუ მისი კარიერის დასასრულში არის ცოტა მობეზრებული არის ცოტა გატროფიული არის აი რაღაც ბოლო ბრძოლები გვაქვს და ნახე რომ მარტო ჯები და რაღაც ამერიკელები ხლაბუცობდა და არ იყო მისი მისებური სტრიკლანდი და თუ იქნება სტრიკლანდი მშიერი და თუ იქნება ჩართულია თუ იქნება მუღამში ხო მაგი ვერ მოუგებს სტრიკლანს შანსი არ არის skills-ზე სტრიკლანს ვერ უნდა მოუგოს მაგრამ რადგან სტრიკლანდი კიდევ ერთხელ უფრო მაგარი პანჩერია, უფრო მაგამძლე არის, უფრო კარგი კრივი აქვს, უფრო ცნობია რომ არის კარგად ჭიდაობის მიმართ და ზოგადად უფრო კაი ტაიმინგი აქვს. მოკლედ ეს იქნება შემდეგი main event-ი იქნება სტრიკლენდი და ფლაფი ჰერნანდესი, რა თქმა უნდა შემდეგი ჩვენი ბრძოლა ყველაზე დიდი იქნება რომან დოლიძის დანკანთან და მე და ხვიჩა ვიქნებით, ვეცდებით ყოველ კვირაში ერთხელ მაინც ფაით ჰოპერებთან. უღრმესი მადლობა რომ ჩვენთან ხართ. მაყურებლებო. გამოიწერეთ ფაით ჰოპ პოდკასტი, უყურეთ შერეულ საბრძოლო ხელოვნებებს, რადგან კიდევ და კიდევ წლების განმავლობაში შეუნებით. დღესდღეობით ხო, ამაზე კარგი დრო არსებობს საქართველოს სპორტის ისტორიაში, რადგან თქვენ უყურებთ ისტორიას. თქვენ უყურებთ მომავალი მუჰამედ ალის ისტორიას, თქვენ უყურებთ მომავალი მაიკ ტაისონის ისტორიას, თქვენ უყურებთ ლეგენდებს, რომელიც გავს პირველი ნაბიჯი, რომელიც განაგამენ მის პირველი ნაბიჯებს. გაგვიმართლა ჩვენ, რომ უყურებთ სოფურიას პირველი ნაბიჯებს და კიდე გაგიმართლა თქვენ, რომ უყურებთ სხვადასხვა მებრძოლების პირველი ნაბიჯებს, რომელიც აი სოფურიას დამანგრეველები იქნებიან რა. ამიტომ იყავით ჩართულები შერეული საბრძოლო ხელოვნებების მიმართ, არ იყავთ გულგრილი ამ სპორტის მიმართ, რადგან ისეთი სპორტია, იმდენი დრამაა და იმდენი პირადული ისტორია არის, რომ ყველაში რო ჩაედიოთ, მაგის შეცდომა არ იქნება, რომ
კარგ პიროვნულ თვისებებს მოგანიჭებს. იმიტომ რომ გინ წამყვანი მეინსტრიმ ვარსკვლავები, როგორც მერავი და ელია არის, მაგარი ბექგრაუნდია, გინ ჩვენი ჩემპიონები, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციაში ჭუბობენ, მაგათაც ძალიან მაგარი ისტორია აქვს. Fight Ops მოусმინეთ, მაგალითად მე გირჩევთ ხო რაულის ისტორიას მოусმინეთ, ძალიან მაგარი საინტერესო პიროვნება არის. ძალიან ბევრი რაღაცა აქვს საინტერესო გავლილი. ლევან მაყაშვილის ისტორიას მოусმინეთ Fight Ops-ზე. ბევრი კონტენტი აქვს გაკეთებული Fight Ops-ის ისეთი, რომელსაც ხო ჯობია თქვენ ჩაუჯეთ. არა მარტო საინტერესო არის, არამედ პიროვნულადაც გაგზის, რომ მიხვდეთ რა გაქვთ გავლილი გზას, რა გაქვთ გავლილი ხალხს და ანუ რა ხდება რა, ზოგადად რა ხდება მოკლედ რა დიდად რა ვთქვა რა. გამოიწერეთ Fight Ops-ი, უყურეთ Fight Ops, ამაზე კარგი დრო არ არსებობს სპორტის ისტორიაში, რომ იყოთ დღესხარი, რადგან თავში ხართ სპორტს. კიდევ ბევრი დიდი რაღაც მოყოლო მაგას. მადლობელი ვარ ძმაო ყველა Fight Ops-ის. რა თქმა უნდა შენით. ხვიჩი. უღრმესი მადლობა.